რა ხდება დუმსდეიში? ჯერ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ პერსონაჟების საინტერესო არჩევანია. აქ არის ძველი კაპიტანი ამერიკა, რომელიც მგონი კაპიტან ამერიკა აღარაა და ნოუმედი იქნება. ასევე არის ახალი ტიპი, რომელიც ახალი კაპიტანი ამერიკა იყო და აღარაა, თუმცა ისევ კაპიტანი ამერიკასავითაცვია. და არის გუნდის წევრი, რომელსაც ახალი შურისმაძიებლები ქვია. ამ გუნდში აღარაა ფალკონი, რადგან ის ახალი კაპიტანი ამერიკაა და მას კი ყავს თავისი ფალკონი, მაგრამ ისინი შურისმაძიებლები არ არიან. ამ ახალი შურისმაძიებლების გუნდს ყავთ კიდევ ორი წევრი. ერთი, ვინც კაპიტანი ამერიკასავით იცვამს და უნდა რომ კაპიტანი ამერიკა იყოს, მაგრამ არ არის. და მეორე, ვინც წესით ახალი კაპიტანი ამერიკა უნდა იყოს, მაგრამ არ არის და არც მასავითაცვია. ასევე ყავს ფანტასტიკური 4-ეული სხვა სამყაროდან და X-Men-ების სხვა სამყაროდან. X-Men-ებში არის გამბიტი, რომელიც განსხვავდება მათი გამბიტისგან და პროფესორი ქსავიერი, თუმცა ის არა, რომელიც თავის განზომილებაში მოკვდა. არც ის, რომელიც მომავალში მოკვდება. და რა თქმა უნდა, არც ის, რომელიც დოქტორ სტრენჯში იყო. აწმყოში, თუმცა სხვა სამყაროში მოკვდა. ასევე ვნახეთ ლოკი, თუმცა ეს არ არის ლოკის ვარიანტი, ან ლოკი სხვა სამყაროდან. ეს არის ლოკი, რომელიც მოკვდა, თუმცა სანამ მოკვდებოდა გადარჩა და ბოროტ მოქმედიდან ისტორიის ღმერთად იქცა. ასევე არის დუმი. ის გამოიყურება როგორც ტონი სტარკი, თუმცა არ არის, რადგან ტონი სტარკი ამ სამყაროში მოკვდა და სიმართლე გითხრათ, რატომღაც მგონია, რომ ტონი სტარკი მაინც გამოჩნდება.